ეს რა ქვია ადამიანი, ვინც ამაში რამენაირად ერკვევა. სამი სცენარი აქვს უკრაინას განვითარების. სცენარი პირველი, რომელიც იქნება ყველაზე საუკეთესო და იდეალური ამ მოცემულ რეალობაში. ერთი ის, რომ მოხდეს ომის შეჩერება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს ჩვეულებრივად გაყიდვა ამ მიწების, რა მიწებიც არის და რაზეც აქვს რუსეთს პრეტენზია და დანარჩენ ტერიტორიებზე მაინც გაგრძელდეს უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც არ იქნება არც ნატოს, არანაირი სამხედრო ბლოკის კავშირი, იქნება არაბირთული ქვეყნის სტატუსით და იქნება ნეიტრალური ქვეყანა. აი, ეს არის იდეალური ვარიანტი. ვარიანტი ნომერი 2. რომელიც ზელენსკმა, რომელსაც რო კითხო, ხარდაჭერა აქვს მიცემული შიგ ევროპელებიდან და ახლა კიდე დიდ ფულს ყოფენ, რომ ამ კლუბმა გააგრძელოს, ამ ბოროტმა კლუბმა ეს თავისი მოღვაწეობა. ეს არის უკანასკნელ უკრაინელამდე, ბოლო უკრაინელამდე, სანამდე იქნება უკვე ევროპელების დახმარება, მაგრამ ამერიკელების გარეშე ევროპელები როგორ გააგრძელებენ ესე რომ ვთქვათ, ამ ომის თეატრს ეს ცალკე საკითხავია. ბოლო-ბოლო ტყვია წამლის ყიდვა რო დაჭირდეთ, სად უნდა შეიძინონ ეს შეიარაღება, იმიტომ რომ ევროპულ სამხედრო კონცერნებს არ შეუძლიათ შესაბამისი რაოდენობის იარაღის წარმოება ფულიც რო ქონდეთ. და უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელდეს ომი. მესამე ვარიანტი. აი ეს არის კიდევ ყველაზე მეტი უფრო საშიში ვარიანტი, რომელიც საშიში ვარიანტიც არის დიდი ალბათობით განვითარებადი უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის მომენტი, როდესაც შესაძლებელია დათანხმდეს ძალიან წამგებიან მდგომარეობას ზელენსკი და მოაწეროს ხელი. ეს შიგ ამერიკულ და ევროპულ ესე რომ ვთქვათ, შემოთავაზებებს და აი ესეთ შემთხვევაში საკუთარი შეიარაღებული ძალები არ დაემორჩილოს ზელენსკის, მოუბრუნდეს, მოხდეს უკვე სამხედრო მაიდანი, გადატრიალება კი არა, სამხედრო მაიდანი, სამხედროების ხელით და ზელენსკის რაბედიც ელის ყველა მიხვდება, მაგრამ ამას პლუს უკვე უკრაინა თვითონ შიდა სამოქალაქო ომში ჩაერთოს, მშვიდობის მაგივრად ტერიტორიების დაკარგვის ნაცვლად და ყველაფრის ნაცვლად. ეს ქაოსი უკვე ვეღარავინ გააკონტროლოს. და შეიძლება ცადაქვეყანა ეხვეწებოდეს რუსებს, ოღონ რამენაირად რას ტერიტორიებია ესენის წაიღე უკრაინის, ოღონ უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელებული ის სამოქალაქო ომი, რომელიც სამოქალაქო ომის დიდი შანსიცაა უკრაინაში, შეჩერდეს რამენაირად თუ და ამ ომში ნაუმარი ხალხი თავიანთი იარაღით და ეს მიწოდებული ევროპული შეიარაღება და ამერიკული შეიარაღება, რომელიც ღმერთმა იცის სად იყიდებოდა და როგორ იყიდებოდა და რანაირად იყიდებოდა, ეს კიდე ცალკე საკითხი. აი ჩემო კარგებო, ეს სამი ვარიანტი აქვს. სამი ვარიანტი აქვს უკრაინას. სხვა ვარიანტი, მეოთხე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. ეს მეოთხე ვარიანტი არის აი ამ ჩამოყალიბებული დებილი ავადმყოფი ადამიანების აზროვნება, რომ უკრაინული ჯარი აიღებს მოსკოვს და წითელ მოედანზე უკრაინული ჯარი ჩაატარებს პარადს, რომელსაც ბევრს ჯეროდა.